ბათუმში ხვალ პირველი გემი ჩამოდგება, რომელიც ციტრუს რუსეთის მიმართულებით გაიტანს. ციტრუსის რთველზე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დაჭერის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს ციტრუსის შემფუთავ საწარმოში ისაუბრეს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სეზონი წარმატებით დასრულდება. შალვა ფიფიას განცხადების სტანდარტული და არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და თანხას ყველა ფერმერი მიიღებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცნობით კი ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ბაზარზე ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა გაიზარდა. მისივე თქმით, 5 დღის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით 10,000 ტონა ციტრუსი გავიდა ექსპორტზე. დაახლოებით 30,000 ტონაზე მეტი არის უკვე დღეს ექსპორტირებული. რაც შეეხება სუბსიდიას, თავისთავად ყველა იმ ადამიანის დოკუმენტაცია მოსწრებულმა მიეცემა სუბსიდია რეალიზაციის შემდეგ, ამაზე არსებობს გააცვლება 13,800,000 ლარი არის გამოყოფილი სწორედ იმისთვის, რომ ფერმერებმა მიიღონ მათთვის მისაღები ფასი. მოთხოვნა გაიზარდა, მინდა ვთქვა, უკრაინის მიმართულებით და რუსეთის მიმართულებითაც უკვე ფასიც წამოწეულია იმ ბაზრებზე და მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება და მოთხოვნა გაზრდილია. ჩვენი გეგმა არის 31 დეკემბრამდე 50 ტონის 1000 ტონის ექსპორტი უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე